გამარჯობა, მე გახლავართ კვანცა კობერიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრი. ვიდეოში მოგიყვებით, როგორ და რატომ აღმოჩნდი ამ პროგრამაზე და ასევე რას ვფიქრობ განათლების შესახებ. მე ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, თუმცა მალევე მივხვდი, ჟურნალისტიკა ჩემი საქმე არ იყო. სწავლის ბოლო კურსზე შევიტყვი ამ პროგრამის შესახებ და ძალიან დავინტერესდა, ძალიან საინტერესოდ მეჩვენა. ახალი დისციპლინა იყო, ახალი პროგრამა იყო და ვფიქრობდი, რომ აქ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და გულისხმობ იმას, რომ საქართველოში განათლების სისტემა არის ძალიან ახალგაზრდა, საგანმანათლებლო ტრადიციები ახლა ყალიბდება და საინტერესო ამ პროცესში მონაწილეობის მიღება. ვფიქრობ, რომ განათლების სისტემის მოწყობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც შეიძლება ფუნდამენტად გამოდგეს განათლების სისტემის შენების დროს. პირველ რიგში, სახელმწიფომ შესაძლებელი უნდა გახადოს განათლების ხელმისაწვდომობა ყველა მოქალაქისთვის. განურჩევლად მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ეთნიკური, რასობრივი, ენობრივი განსხვავებულობის, განათლების სისტემის შემდეგი. განათლების სისტემის და ამ შემთხვევაში სკოლას გულისხმობ, უპირველესი დანიშნულება უნდა იყოს მოსწავლეებისათვის საბაზისო უნარჩვევების განვითარება. მაგალითად, ინფორმაციის მოძიება, კომპიუტერთან მუშაობა, ინგლისური ენის სწავლა. ამას წინათ ერთ-ერთმა ლექტორმა აღნიშნა, რომ ინგლისური ენა აღარ არის, ეს არის უნარი, რომელიც განვითარებულ საზოგადოებებში ძალიან სჭირდება მოქალაქეს. ასევე სკოლამ უნდა წაახალისოს და ისე ჩამოაყალიბოს კურიკულუმები, რომ მოსწავლეებში მაქსიმალურად წაახალისონ კრეატიული და კრიტიკული აზროვნება. სახელმწიფოს როლსაც შეეხება განათლების სისტემაში, ვფიქრობ, რომ მთავრობისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხი განათლება უნდა იყოს და მთავრობამ არ უნდა დაიშუროს ინვესტიციების ჩადება ამ სფეროში, რადგან განათლება გახლავთ საჯარო სიკეთე და მისი მინდობა თავისუფალი ბაზრისთვის თუ კერძო კომპანიებისთვის ჩემი აზრით ცოტას არ ისკვა. სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის.